გამარჯობა. დღეს გვექნება ცოტა კიდე სხვანაირი ტექნიკის განხილვა. Polaris slingshot-ი, Kenemi Raikeri. ეს არის 2 და 4 ძრავით. ეს არის 900 კუბიანია, კი. და ორივე სამთვლიანია. ოღონდ განსხვავება ერთი ის არის, რომ ამას საჭი აქვს როგორც მანქანას მრგვალი. ესეთი. ამას საჭი აქვს. ესეთი. ორივე არის ძალიან კარგი გასართობი ტექნიკა. ორივე არის საკმაოდ პოპულარული. ჩვენთან მეტნაკლებად, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში ყველგან. ორივეს აქვს თავისი პლუსები და თავისი მინუსები. ორივე არის საკმაოდ გამძლე, საკმაოდ ხარისხიანი. ეს არის ჩემი საყვარელი ბრენდი. ეს გამძლეობაში, როგორც წყლის სკუტერი, თოლმოვალი, კვადროციკლი, ეს სამბორბლიანი ტექნიკა ჩემთვის პირველი ბრენდი არის BRP. ამას აქვს 83 ცხენის ძალა. ამას აქვს 173 ცხენის ძალა. მაგრამ ამას მოყვა შეცვლილი კოლექტორი და ჰაერის ფილტრი რაღაცები შეცვლილი აქვს. შესაბამისად, ჩემი აზრით ცოტა უფრო მეტი ცხენის ძალა ექნება. ეს სრულიად ქარხნულია. ორივე ჩამომიყვანა ქარმარკმა. ესენი ორივე ნათხოვარი მყავს. არც ერთი ჩემი არ არის. ორივე თაკომ მათხოვა. ჩემი დაბადების დღის საჩუქრებია თაკოსთვის ესენი და ერთ წელს, მეორე წელს და ეს. ნენელა ვიზდებით და გარაჟიც იზრდება. ერთი რაც შემიძლია თქვა, რომ თუ ვინმეს უნდა რომ იჯდეს მოტოციკლებზე და ისიამოვნოს, აი ძალიან მაგარი არის ეს და პირველ რიგში რატო გაუსვა ამას ხაზს? არის სასწაულად უსაფრთხო. გულითაც რო გინდოდეს, ვერც ამოაბრუნებ, ეხლა თუ რაღაც ადმე გადახტე, გადმოხტე, აუცილებლად ამოყირდება. მოცურავის საწარმოო სისტემა აქვს ძალიან კარგი. აქვს ხოთაშორის ძალიან კარგი მანევრი, არის ძალიან უსაფრთხო. თქვენ როგორც არ უნდა გინოდეს და მთელი ძალით რო აი რასაც ახლა პოლნი გაზი რომ ისცეთ, ვერაფერს ვერ დააშევოთ. მაქსიმუმ ეს სწორზე იბუქსავთ. მეტი ვერაფერს ვერ იზავთ. ამას ცოტა უფრო მეტი შეუძლია და ამას გაჩვენებთ რა შეუძლია. ამაზე რომც გაჩვენოთ რა შეუძლია, კადრები როა ხო ის და მანქანაში რო ზიან და რო წივიან, ყვირიან და გარედან რომ მანქანელა დადის, ზუსტად ეგეთი ის არის. ანუ ამაზე სწორზე შეუძლია იბუქსაოს, მოსახვევში ამას ვერ ვაბუქსავებთ. ვერც ეგრეთ წოდებულ ზანოსში ვერ ჩავაყენებთ. ამას აქ ასევე შედარებით უფრო სხვანაირი ვერსია არის, რალი ვერსია, რომელსაც აქვს სხვანაირი ამორტიზატორები, რომელსაც აქვს რეჟიმი, რალი მოუდი აქვს, რალის რეჟიმი აქვს, რომელიც მეტნაკლებად უფრო მეტი ბუქსაობის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ რეალურად არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. გამძლეობის მხრივ არის ძალიან გამძლე. არის ვარიატორი, ანუ გადაცემა აქვს რემენზე. ამის რემენი გაფუჭებული, მე სიმართლე რო გითხრათ, არ მინახავს გარდა იმისა, რომ თაკომ გააფუჭა ორჯერ, რომელიც ორივეჯერ მე თაკოს TikTok-ზე ვნახე, რომ თუნდაც გაზტორმუზით ჩაიარა მთელი რუსთავის ავტობანი და მე მეუბნებოდა, რომ თავის გაფუჭდა და მე ცუდი ვიყიდე, რომ გავაკეთე მე დადო ეგ ვიდეო TikTok-ზე. ერთი რაც არის, ყველას ვეუბნები, რომ ეს ტექნიკა არ უნდა იყიდონ წინიდან დარტყმული. მესმის აუქციონზე, კარგი იქნება მაღაზიაში თუ იყიდიან, მაგრამ მაღაზიაში თუ საშუალება არ ექნებათ რომ იყიდონ, წინიდან დარტყმული არის, ესეთი პრობლემა აქვს ამათ რა. ამას საჭის მექანიზმზე უყენია სენსორი. თუ ორივე თვალი სწორად არ დგას, ან თუ რამა გაღუნული ან სადმე გეომეტრიაში რამე დარღვევა აქვს, ავარიულშია და დადის მხოლოდ 10 მილით. ამიტომ ჯობია რომ წინიდან დარტყმული არ იყიდო. მაინც და მაინც წინიდან დარტყმულს იყიდით, მე შეგვიძლიათ შეგვეხმიანოთ და მოგიგვარებთ მაგ პრობლემას. ერთი კიდევ კარგი რაც აქვს, ჩემზე მაღალი ადამიანებისთვის, აი ეს ფეხის დასადებები შეგვიძლია ეს მარტივად დავკეცოთ და წინ ან უკან გავწიოთ და გამოვწიოთ ჩვენ ზომაზე დავაყენოთ. ძალიან მარტივად, არაფრის ბოლტის მოხსნა არ ჭირდება. ეხლა რო გადავიდეთ ამ ტექნიკაზე. ისე სხვა ბევრი სამთვლიანი ტექნიკაც არსებობს, მაგალითად Piaggio-ს ყავს, წირო ორი თვალი აქვს, შემშნეული ექნებათ, სასტრაფოებს ყავთ, ეგ ძალიან კარგი ტექნიკა, ძალიან კომფორტულია და მაგას ძალიან ბევრი თავის დადებითი პლუსი აქვს. როგორც კი მოვახერხებ მაგას დიდი ალბათობით პირტოპიდან ვითხოვებ და მე მაგასაც გადავიღებ ახლოდან, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ტექნიკაა, მართლა, გამძლეობაზე არ მაქვს საუბარი, პრაქტიკულობის მხრივ ამბობ. ძალიან კარგი ის აქვს, რომ მე თვითონ მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორი იყო მაგალითად ბათუმში, ბულვარში ადამიანი ცუდად გახდა და ფიზიკურად იქ სასწრაფო ვერანაირად ვერ მივიდოდა მალე და წამებში გასდენ ეგ, ანუ ქალაქშიც უკვე საცობებიდან გამომდინარე მსგავსი ტექნიკა ძალიან საჭიროა. ეს არის Polaris slingshot-ი. ეს არის 2016-იანი. ესეც ქარმარკის ჩამოყვანილია.
ავარჩიე მე თვითონ, ოღონდ სპეციალურად ავარჩიე, რომ არ ქონოდა გარეგანი დაზიანება. ესეთი ქალაქში ბევრი დადის საბედნიეროდ, ვინც არ იცის ამის არჩევა, ყველას ერთ რჩევას ვაძლევ ხოლმე, რომ არ უნდა იყიდონ დაზიანებული ვიზუალური მხარე. აი ეს ნაწილი, კაპოტი, რასაც ხედავთ, ბევრი დევს აუქციონზე, რომელსაც მაგალითად კაპოტი არ უყენია და იყიდება $3,000 ან $4,000 და მე ვიღაც ყიდულობს, რომ იფიქრებს, რომ იაფად იყიდის, მაგრამ აი ეს კაპოტი ღირს $5,000. ეს წითელი ნაწილი, მაგის გარდა ქვემოდან აქვს ბადე პლასტმასის, რომელზეც თვითონ ეს ნაწილი დგას და ესენი ღირს $700, ეს შავი დეტალები. საერთო ჯამში ღირს $5,000. ნახეთ? აპარატები გვიღებენ დრონით და აი ეს არის, ნახე, აი ამ პლასმასზე მაქვს საუბარი. ეს რო ჩამოვიდა ამას აქ 1320 პერფორმანსი არის და ამერიკული ბრენდი კოლექტორი უყენია, ჰაირის ფილტრი უყენია შეცვლილი. სხვა ყველაფერი ხარხნულია. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, მე მაგალითად ამის ხმა არ მომწონს. მაგრამ რავი, თაკოს მოწონს და ამიტომ არაფერს არ ვცვლი. ამას ჰქონდა შეცვლილი სხვათა შორის ამორტიატორები რო ჩამოვიდა და ძალიან ისეთი ისა, რა ქვია, კარგი ამორტიზაცია აქვს ამას, სხვათა შორის ძალიან კარგი მუხრუჭი აქვს. უსაფრთხოების მხრივ ესეც ძალიან კარგია. ამას ანუ შემთხვევით მომიცურდა ვერ იქნება. ძალიან კარგად დგას ეგრეთ წოდებულ ზანოსში. რომ მოაცუროთ, მოცრებულის მართვა ძალიან კარგია. წინ ორი თვალი აქვს, უკან ერთი და ერევა. ერთი დადებითი პლუსი ის აქვს, რომ უკან ბლოკირება არასდროს არ მაზავს. ერთი ბორბალი აქვს და და საბურავი ცოტა სხვათა შორის ეკონომიურია, ერთი ბორბალი წვდება საერთოდ. მხოლოდ აი ნახე ეს საბურავის შემომეცვითა დრაგის დღეს. სხვათა შორის ამას მოყვა ეს სახურავი, ხარხნული არ არის და ძალიან კარგი სახურავია, იმიტომ რომ ერთი რო დაცვის შემთხვევაში თავარ კარგ როლს ასრულებს დაცვის შემთხვევაში და მეორე ის რომ მზის ამბავში ძალიან კარგია. ეხლა გაჩვენოთ ამას რა შეუძლია, ეს იდგეს აქ. გავივლი, ამას აქ მოცურების საწინააღმდეგო რეჟიმი აქვს, ანუ სისტემა აქვს, რომ არ მოაცუროს, ტრექშენ კონტროლიც არის და აქვს ორნაბიჯიანი. ერთი რომ ცოტა ნაკლებად თიშავს და მეორე არის აბსოლუტურად გამორთულია. ეხლა ამას დავждები, გავივლი ერთს. ბევრს ვერ გავვლი, იმიტომ რომ ამის საბურავი ისედაც გაწვეთილია. თან პატრონი მიყურებს და მე რომ ოჯახური კონფლიქტი არ იყოს. ერთს გავივლი და მე გადავიდეთ ტრეკზე და ტრეკზე დღეს სამწუხაროდ ხარია, მაგრამ ძალიან მინდა რომ ვივარჯიშო რაღაცნაირად, მინდა რომ რაღაც მაინც ერთი გავლა მაინც მოვახერხო, თან ჩვენთან ერთად არიან დამწყებები და მინდა რომ რაღაცაში მივეხმარო და იმათთანაც ერთად გავვლი რაღაც სკილებს ვაჩვენებ. მოკლედ ეხა ტრეკზე შევალთ სავარჯიშო და ერთი დამწყები ახალგაზრდა ბრგე ჭაბუსი მოვიდა, გზაც დენილი, ტრეკზე უნდა შესვლა და რაღაც რაც ვიცით იმ გამოცდილებას გაუზიარებთ. ნახოთ მე თუ ივარგებს ხო კაი, თუ არ ივარგებს ტრიბუნებზე მეორე ადგილია და რას ამოვდი? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვივარგებ. ნუ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ვივარგო და ვეცდები რა ყველანაირად რაღაცნაირად სულ მინდოდა ტრეკზე ამოსვლა და ეს ნაბიჯიც გადავდგი რა. ძალიან კარგია. ნელ-ნელა ყველაფერი იქნება რა, ესეთი განწყობით ვარ მე. დანარჩენი შევხედოთ მე უკვე რა იქნება დრო განახევს მაგას. ძალიან კარგია და მამუკას აქვს YouTube არხი მოტოსფერო და გადადით, გამოიწერეთ. ზოგადად აქ ამონათდება. გადადით, გამოიწერეთ და ყველა იმ ადამიანს მინდა რომ უთხრა რომ ვინც ტრეკზე ანუ ტრეკზე შესვლას ხელს უწყობს, ანუ ვინც ეხმარებიან, ვინც ანუ ცოდნით თუნდაც ან სხვა რაღაცით, ყველა კარგ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ნაკლები ავარია მოხდება ქალაქში, ნაკლები სისულელე მოხდება და მეტი გამოცდილი ადამიანი გვეყოლება ტრეკზე. ბევრ რაღაცას ახლა რაც ვიცით, ტრეკზე შევალთ, აუხსნი
რასაც მე ვერ აუხსნი. ღვთისმძღოლა. მოდი ეგ არ მინდა. რაღაცით იმას ზავს. მინდა რომ ამხსნას და მასწავლოს. არა, ახლოდან არა, შორიდან. მოკლედ შევალთ ახლა ტრეკზე, ვნახოთ რა და როგორ იქნება. პირველ რიგში საწყისი დრო ვნახოთ რა იქნება. საშუალოდ ახლა ზუსტი დრო არ გვაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა. მე ვნახავთ სად შეცდომებს სადუშვებს, სად შეიძლება გამოასწოროს და ასე შემდეგ. დანარჩენი მოსახვევები 12 მოსახვევია. არ არის აუცილებელი პირველივეზე თავი გაიგიჟო რა თქმა უნდა. ეცადე რომ უბრალოდ ტრაექტორზე არ აქვს მნიშვნელობა რა სჩქარითიული, მთავარია რომ ტრაექტორიაზე იყო. ნელ-ნელა უნდა მიეჩვიო და სამუხრუჭე მანძილი ნელ-ნელა უნდა გაზარდო. ანუ გაზარდოს კი ნახე, ანუ სწორზე რომ მოდიხარ, სამუხრუჭე მანძილი ნელ-ნელა უნდა გადაწიო მოსახვევისკენ, რაც რო გვიან დაატორმოზებ, უკეთეს დრო გიქნება. მე უნდა დაამუღამო რომ ეს პირველ რიგში მუხრუჭები, იმიტომ რომ უსაფრთხო იყოს, მე მოსახვევში შესვლა, მე მოსახვევიდან გამოსვლა და ბევრი ისეთ ნიუანსი არის, რამდენიმე მოსახვევი, რომელიც ცოტა არც თუ ისე უსაფრთხოა. მაგალითად, აქ რო სამუხრუჭე წერტილი გამოზო, დიდი მანძილი გაქვს რომ გაჩერდე. ან ხრეშზე გადახვალ, ან რაღაცას ზავ. ერთი ესეთი, უბრალოდ ჩქაროსნული მონაკვეთები არის ხოლმე საში და ერთი ესეთი რაც არის დაიმახსოვრე, რომ ესები ხო იცი რომელია? ტრიბუნიდან რო ჩანს. ზედა ეს და ქვედა ეს შორის არის 180 გრადუსიანი მოსახვევი. მაგ მოსახვევში იყავი ხოლმე ფრთხილად. იმიტომ რომ თუ მან დამუხრუჭება გამაზე კი ადგილი გააქვს, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ბოლოში კედელია. და იცოდე, თუ მაინც თუ მიხვდი რომ ვეღარ ამუხრუჭებ და გაცდი ამ სამუხრუჭეზონას და მაინც იცი რომ ვერ ჩერდები, ეგრევე რულს უშვებ ხელს და ორივე ხელი ერთმანეთს პარალელურად ესე. მართლა? ხო. ვორკში ადვილად რო გაქადონ. დანარჩენი ჩვეულებრივად იული პრობლემა არა. სერიოზულად უსმენ რაღაც ესე რომ დავარდები არაფერი მოგივა. არა, არაფერი მოსვლით არაფერი მოგივა. ეხლა წავიდეთ და გაცხელდები ხ საბურავები წნევებს დავაყენებ. შენი მოტო მოიყვანე, გავამზადებ და შევიდეთ, გავიაროთ. ოკეი. ნახოთ რა იქნება მე დიდი იმედი მაქვს ნახოთ რა ჩემი იმედი მამაჩემს არა აქვს შემიძლია გითხრათ Facebook-ი დაუკავშირდით და დაგიდასტურებ ჩვენ რო გქონდეს წეთეთი ნახოთ ხო და რა მე ჯერ ამ ადამიანის გამოცდილების და ვენდობი რა და რავი ნახოთ რა იქნება რა მე ყოველ შემთხვევაში დადებითად ვარ განწყობილი და ძალიან მოტივირებული ვარ რა ძალიან კარგი თან მიხარია რომ რაღაც ბავშვობის ოცნებას რო იხდენ და იმ დროს ფიქრობდი აი საიდან რო ვერ ვფიქრებდი ეხლა ტრეკზე მოდი ვიღა შენთვის ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ ჩემთვის ეს არის აი ხოთო შეგუნა მე არ მქონდა ბავშვობა და მე არ მოცნებდი ანუ ეხა ხო რაღაცნაირად ისე ხა ტრეკზე ამოდი ხარ ბავშვობაში რაზეც მიოცნებია ყველაფერი ავისწრე ხო და აი ეგ მინდა მეც რა და ეს ნაბიჯიც რო გადმოვდი რაღაც ემოციურად რა არა ხო მართლა მაგარი აი მართლა ბავშვობის ოცნება მქონდა ძალიან მიყვარდა მოტოე პატარაობიდან ქუჩაში რო ხედავდი ხოლმე თან რას ხედავდი შენგან გასხოვით მე ცოტა ბანძ მოტოებს ხედავდი მაშინ სხვა დრო იყო მიჭირდა ძმაო ხალ ხო მესმის კი კი ბენზინი ერგენეთიდან გადმომქონდა მე კონტრაბანდული და იმას ვყიდდი და მე მართლა კი 90-იანი ვარ ხო არა მე რომ ვიცი ეს სამოცაცლებული არ ახლა არც არაფერი მიკლია ალია ბალია შევიდეთ ნახოთ როგორ ვივლი და მე შენ მითხარი ვაფშე ღირს თუ გავიხადო ესენი დავტოვო და ვაფშე აღარ ამოვიდე რაღაც ჩათლახობა პასუხს არა მაგას არავის არ ვეუბნები პირიქით ტრეკი ხო იცი რა არის სადარბაზოებრივი იყო ხო იცი ადრე ძალით რო შეყავდათ მე წამალს ძალით რო უკეთებდნენ და მე რო ანარკომანებდნენ აი ეგ ვარ მე ეგ შემყავს ხალხი და მე დაგეწყება აუ ყოველ დღე პაკრიშკაზე ფიქრი და შეუკვეთო და რამე ეგ არა ასე რომ თურმეს გავსაბურავდი შეგეხმიანეთ და საბურავზე დავაკრავთ თქვენ ლოგოს შეხმიანეთ არ გავუკვეთ როგორც ისე ჯიჯიმას დაიწყო YouTube-ზე რაღაც ვიდეოები გადაღება და არ დაგავწეთ გამოიწეროთ ჯიჯის არხიც მეც უყურებ და რავი ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ ჯიჯის არხზე ასე რომ მართლა უყურე? კი შენს მოგავს ფიცავარ დაჟე წყლის სკუტერები არ მევასება და მაგასაც უყურე ბიჭო წყლის აი მაგრამ მევასება წყლის სკუტერები ბრა თაკოსთან დაალა კაი შევიდეთ ეხლა და შეგინათ რომ
ეხლა მე ეს ცეკვის ჩუსტებით ამით ვერ წამოვალ 2 წუთი მინდა გამოვიცვლი. ეხა მაიცა ძმა, ეხა ორივე რო იღებიან, ჩვენც ორივე რანაირად ეს მეში დავკი. კოლომაზიო. მოკლედ, ვიარე, რამდენიმე წრე. მე თვითონ კმაყოფილი ვარ. იმიტომ რომ ეხა პირველი გასვლა იყო და ას თუ ისე ხილად დანელაროლიოდი რა თქმა უნდა. მაგრამ აი საერთოდ სხვა ემოციები მოაქვს რა, საერთოდ სხვა ემოცია აქვს, საერთოდ სხვა გამოცდილება არის. აი რო გგონია რომ ქალაქში მაგრად დადიხარ და მაგარი ბიჭი ხარ და მაგარი ბაიკერი ხარ, აქ მომდიხარ, მე საერთოდ ყველაფერი იცვლება რა და იმედი მაქვს რომ აი მოსახოვზე რომ ესე გადამისწრო და ჩაი არა და ვეღარას რო ვეღარ დავეწიე, აი მაგამდეც მივალ რა, ესე ვარჯიშით და რავი დრო ალბათ მე თავისას იზავს თუ რა თქმა უნდა არ დაუნებდები, არ გავჩერდები და ვარჯიშს გავაგრძელე. ან შენი რა ვიცი, მე თვითონ იხელ ემოციების ქვეშ ვიყავი, ახლა 1.5 საათს მე ვიღებ რა, რომ ცოტა დავწნარებული ყავი და ვაფშე სხვა მუღამი აქვს რა, ამოდით ბიჭო ტრეკზე, აგერ ამიარეთ, ხალხია, რა ვიცი, ურთიერთობა ადამიანებთან და რავი, მაგრად ასწორებს რა, სახში ჯდომას მილიარდჯერ ჯობია. ასე რომ ამოდით და რავი, გნახავთ აქ იმედია. ყველას თქვით ბატონო ჯიჯი. რავი, ქალაქში შეიძლება მაგარი ტიპი იყო და ისეც რა ვიცი. ჩემი აზრით ანუ ო, არა, შეიძლება იყოს მე რაც ვთქვი, იცი რომ იქ რო გონია რომ მაგარი ტიპი ხარ და აქ ამოდიხარ, შეიძლება ესე ამოგიტრიალდეს ყველაფერი რა. ან ნახე, ისე მაგარი ტიპი იქნები, იყო ტრეკზე სიარული არ გეცოდინება. ხო. ტრეკზე სიარული ისწავლოთ უსაფრთხო გადაადგილებისთვის, კარგი იქნება რომ ხშირად იარო ტრეკზე. მოგეწონა? ძალიან. ძალიან მომეწონა. ბევრისთვის უინტერესოა, იმიტომ რომ შედიხარ, დადიხარ, ისევ აქ მოხვალ, მე წახვალ ლივილ ისევ აქ მოხვალ. არა. აი ვერანაირად რა, ეგ ალბათ აი როგორი ხალხის კატეგორია მგონი, აი ფეხბურთზე რო იძახენ, ხო იცი 22 კაცი ფულს დასდევს რა გაფურებინებს მაგას. მე გეტყვი როგორი ხალხის კატეგორია არ დადის ტრეკზე. აი ვინც ბლატაობს წინასწარ. ისინი მე ტრეკზე არ მოდიან ხოლმე. აი ბევრია რომ აი ეს იცის, მაგრამ მე ტრეკზე არ მოდიან ხოლმე და ტრეკზე კარგად ჩანს ადამიანს რა შეუძლია. ის რომ ქალაქში ვიღაცა ცალთვალზე დადის, თავისთავად ძალიან მაგარ ცოდნას ნიშნავს. მაგრამ ანუ ტრეკის გამოცდილება უფრო მაინც სხვაა. ტრეკზე უფრო მეტი უსაფრთხოებაა, გზას არავინ არ შეგიჭრის, არავინ არ გაივლის წითელზე და მსგავსი რაღაც. აქ უფრო მეტ გამოცდილებას დააგროვებთ, უსაფრთხოდ, ძალიან კარგია. თუ შეჯიბრებში მიიღებთ მონაწილეობას, მაგაზე კარგი ხო, მეორე არ არსებობს არაფერი, უკეთესი ალბათ შეიძლება ადამიანმა ისე იცხოვროს მთელი ცხოვრება, რომ უკეთესი ყველაფერი გააკეთოს. ქართული მოტოსპორტის განვითარებით. მაგას ვემსახურებით მე. ეხლა 5 ივლისს არის პირველი ეტაპი. 5 ივლისს არის ორი კატეგორია. არის სამოყვარულო ჯგუფი, რომლებიც ცივლიან time attacks. time attack-ი არის ანუ სათითაოდ გავლენ და საუკეთესო დროის მქონე ადამიანი იქნება გამარჯვებული და არის მანდაც კატეგორიები იქნება გაყოფილი ორად. იქნება 600 კუბი ცალკე, 600 კუბამდე ნებისმიერი მოტოციკლი და 600 კუბის ზემოთ ნებისმიერი მოტოციკლი. ეგ ყველაფერი იქნება 5 ივლისს და ასევე იქნება პრო კლასი. პრო კლასი უბრალოდ არის კატეგორია მოტოების, რომელიც მოტოების და მათი პატრონების, რომელიც წუთი და 55-ზე ნაკლებ დროში შეუძლიათ იარონ ერთი სრული წრე. ეგ ყველაფერი მანამდე გაქვთ დრო, შეგიძლიათ იმეცადინოთ. მაგარი ცუდი რაღაც მოხდა, ეს წესები შეიცვალა, მოყვარულები და პროები რომ ესე პროსტ ესე
ყურში ხვდება თორე ხა პრო ჩვენთვის არა პრო არავინ არ არის. უბრალოდ შედარებით უკეთესი დრო აქვს. ნახე ვისაც როდესმე ულია პრო კლასში, ანუ ვინც შეჯიბზე გამოსულა, გონ არასამოყვარულოში. ვინც გამოსულა და დღეს ხო შეიძლება დიდი ხანი ტრეკზე არ ულიო. დღეს რო წუთი და 55 მეტრში ვერ იაროს, ვერც იქანა მიიღებენ და ვერც აქანა იქნება, ანუ ვერც სამოყვარულოში გამოვა და ვერც პროფესიონალურში. ასე რომ ვისაც სული აქვს, შეგიძლიათ რომ ივარჯიშოთ. საბურავები ყველა მწინასწარ რაც შეუკვეთეთ, ჩამოსულია, უნდა გითხრათ, რო იცოდეთ მაინც, თუ ვინმე ნახავთ ამ ვიდეოს, საბურავები რაც შეკვეთილი მქონდა წინასწარ პისტოპში, ჩამოსულია, ხვალიდან უკვე შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და დრო გვაქვს რა ვარჯიშისთვის რა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, იმედია ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, ორგანიზატორები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. უსაფრთხოების წესები, რეგლამენტი, ყველაფერი გამზადებულია. ტექნიკური შემოწმება იქნება დილით მოტოციკლეტების, ყველა აბსოლუტურად, ყველა მონაწილის, ასევე სამედიცინო შემოწმებას გადის ყველა მონაწილე. მან რა მოწმდება ტექნიკურად რა? როგორც ეს ყველა რა უნდა კონდეს. კეთხვი. მარტივია. საბურავის მდგომარეობა, ანუ ძალიან გაცვლიათელი საბურავი არ უნდა იყო. საბურავის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. ეს რეგლამენტში წერია, შეიძლება წაიკითხო. მაგის გარდა ჯაჭვის მდგომარეობა, კბილანების მდგომარეობა, სამუხრუჭე ხუნდების მდგომარეობა და რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, არც ერთი წერტილი არ უნდა ქონდეს მოტოციკლის, საიდანაც ჟონავს ან ზეთი, ან ბენზინი, ან ანტიფრიზი, ან ამის მსგავსი. ანუ ყველანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება. ასევე უნდა იყოს ჩაცმულობას შეგიმოწმებენ ჩემო ძმაო, შენ კი გაცვია ძალიან კარგი ხარისხი და ძალიან კარგი ბრენდი, მაგრამ ყველას ფეხსაცმელი, სამუხლე, დამცავები, ზურგის დამცავი, ეგ ყველაფერი შემოწმება თავისთავად ნახე ჩაფხუზე არაფერს აღარ უნდა. ეგ ყველაფერი შემოწმებული იქნება. მოკლედ ჩვენ გავვლით ძალიან ბევრ შემოწმება სანამ ტრეკზე გავვალთ. ესე მარტო რო დადიხარ კი კარგია, მაგრამ უკვე როცა შენი სიარულით უკვე სხვასაც შეიძლება რომ რამე ავნო, ყველაფერი მოწმდება აბსოლუტურად. ასევე კიდე ერთ დავამატებ, რომ შემდეგი ეტაპი, წელს გვაქვს 3 ეტაპი. 3 ეტაპიდან პირველი ეტაპი გვაქვს 5 ივლისს, შემდეგი გვინდა 29 ივლისს და ერთი კარგი ის გვაქვს, რომ 29 ივლისს დაემატება სპრინტი, ანუ შაბათს იქნება სპრინტი, კვირას იქნება თლიანი ბოლო. სპრინტი არის როგორც არის. აი, ჩვენთან როგორ იქნება? რბოლის 50%, ანუ რბოლაზე თუ გვაქვს 8 წრე, სპრინტზე იქნება 4 წრე. შესაბამისად, კარგი იქნება, ქულებს დავაგროვებთ, ბევრ ქულებს. ასევე ქულა იწერება პოული, ანუ კვალიფიკაციის შედეგი, წრის რეკორდი და მსგავს რაღაცების გამო ცოტა ქულები ყველგან ემატება და საერთო ჯამში წლის ბოლოს გამოვლინდება ჩემპიონი. ახლა საინტერესო ხდება რა. ხო, ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი დაიხვეწოს და ცივილიზაციისკენ წავიდეს ეს ყველაფერი. ხო, იმიტომ რომ მახსოვს ჯერ იყო ეს ყველა ჩატარა და მე შაშა მოყავლები დაემატა, წელს კიდე რაღაც სიახლე ემატება და ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ ვითარდება, მუშაობენ და რა ჩვენ კი გვინდა ხოლმე უცბად რაღაცა ეგრევე, მაგრამ ვერ მოხერხდება ეგრე. რა თქმა უნდა. ეხლა აქედანაც უსთავიდან წავალ, თუნდაც წავიდე ეს ფედერაციაში, რაღაც ტექნიკური საკითხები გასავლელი, რაღაც ნახავთ რა შეიძლება რომ დაიხვეწოს და საერთო ჯამში რაც თავარია შეჯიბრი ყოველთვის უნდა იყოს უსაფრთხო. ორი ეტაპი ჩვენ რომელიც გვექნება პირველი არა და შემდგომი ორი, იქნება მანქანებთან ერთად. ანუ მაგ დღეს იქნება მანქანების წლიური რბოლაც. ანუ ხალხი იქნება ხალხი იქნება დიდი ალბათობით ტრიბუნაზე ადგილი არ იქნება, ასე რომ შეგიძლიათ წინასწარ დაიწყოთ ბილეთების შეძენა პლანეტა ფორტეს ჯიხურებში და ცირკის სალაროებში. ეგ ბილეთები სად იქნება მართლა არ ვიცი, ანუ ეგ ვიხუმრე და ისე გონით ტიკეტჯიზე იქნება ბილეთები. იგი ტიკეტჯიზე იქნება ბილეთები. ესე ვფიქრობ, არ ვიცი. მაგას ყველაფერს მე როგორც ვეძნება, მაგასაც გეტყვით. ეხლა მე დაგემშვიდობებით და შენ თუ რამე საინტერესო გაქვს მე რა უნდა ვთქვა, რავი, ეს იყო ჩემი პირველი დღე. რა შევხედოთ რა რაღაცა შევადგა ჩემთან რაღაცა წინსვლა არის. მეც შემოვარდები მოყოლებს. სამოყვარულო კლასში ჩემი აზრით უნდა გამოხდიდე. სამოყვარულო კლასში გამოსვლა, შეჯიბზე გამოსვლა გეხმარება იმაში, რომ შეჯიბზე მაინც ფსიქოლოგია სხვანაირად მუშაობს. უკეთესი დრო გექნება, უფრო სხვანაირად მოემზადები, უფრო მოტივირებული იქნები, ანუ ბევრ რაღაცის უკეთესია რომ შეჯიბზე გამოხდიდე. ეს არის ჩემი აზრი. ანუ როდის ღა უნდა გამოხდიდე შეჯიბზე? ანუ შემდეგ შეჯიბდა იმის შემდეგ შეჯიბდა რა აზრი აქვს? თუ მაინც იცი რომ უნდა გამოხდიდე თან ჩვენთან ნახე
ქულათა სისტემა ხო არის. სამი ეტაპიდან დამატებით პლუს 2 სპრინტიდან ქულები ხო იკრიბება. ანუ შენ რო ერთი ეტაპი გამოტოვო, საერთო ჯამში დიდი რაოდენობის ქულებს აგებ. რატო უნდა გამოტოვო? იარე, თან მარტოივლი რაღაც ინტერვალით ხდება გაშვება, ანუ გზაზე არ უნდა შეხდება, შენ თუ იმდენს ვიზა რომ წინ 30 წამით წასულ იმას დაეწევი შენთვის უკეთესი, თავარი უკინან არ უნდა გეციოს და ივლი შენთვის წყნარად ქულებს დააგროვებ და მე საერთო ჯამში წლიურ ჩაფხაში შეიძლება რაღაც შედეგი გქონდეს. ძალიან კარგი იქნება. წლის ბოლოს სამეულში მოხვდებით, დამიჯერეთ ძალიან მაგარი იქნება. მოუხდებით ვიზა. დასუგები. მოხვდებიო. მოუხდები. ეს ჩაიწერე? მოუხდები, მეუნები მოუხდებით. აქ უკრივარ ყოველ ქუჩაზე. მე აქ ვერ დაეგდები შენ რაღაცა კავასაკზე დაეგდი ამას თავი დაანებე და გინა ხუჭებას დაეგდე, გინა პარასკევს. დანარჩენი უკვე მე იქ დავეგდები ყოველ ქუჩაზე. იქ იძან. სიტყვა ნაქვამია, უკან ვეღარ დავუწყო. ასე რომ სამეულში მოუხდებით. დაიმახსოვრეთ. პირველ სამეულში თუ ბოლოდან პირველ. დაიმახსოვრეთ. დაგებრუნებით შემდეგ. მოკლედ გადავიღეთ ტრეკზე დღეს ქენემ რაიკერი და პოლარისის ლინკშოტი. თან ტრახან ტრეკზე ვიყავი. ჩემი მოტოც აქ არის, აქ ცხოვრობს, ამობნელია. ბიჭები ვარჯიშობდნენ და ბიჭებთან ერთად შევედი ერთი 10 წუთიანი სესია მეც ვიარე. ფორმიდან ვარ ამოვარდე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ქარი იყო, მაინც ვიარე და ეხა დაგემშვიდობებით. ტრეკის ვიდეოებს კი ნახავდით უკვე. მომავალ შეხვედრამდე. მანამდე თუ რამე იდეა გაქვთ და თუ რამე განსაკუთრებით გაინტერესებთ, რა და როგორ უნდა იყოს მოტოტექნიკაზე, თქვათ, ან რომელიმე მოტოს განხილვა, დაწერეთ კომენტარებში და განვიხილავთ, არ არის პრობლემა.